ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. კლინიკაში კომენტარი გააკეთა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. მეუფე შიომ კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. ადგილზე იმყოფებიან და პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობიან მეუფე შიოსთან ერთად წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. კლინიკაში იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი გახდა, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, გადმოყვანილია რეანიმაციაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება ღვთის შეწევნით. ჩვენ გვინდა დღეს მოუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველას მორწმუნეებს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, მის ზრუნვას ჩვენზე და მის ჯანმრთელობას. ეს მინდა მოგიწოდოთ.